დღეს მინდა მოგიტანოთ რეალური, ობიექტური პროგნოზი ნამდვილ ბრძოლაზე, რომელიც ამ შაბათს გაიმართება ჯეკ დელა მადალენას და ისლამ მახაჩევის შორის. წინა ვიდეო უფრო გაღიზიანებისთვის იყო, მაგრამ ახლა სერიოზულ ანალიზზე ვმუშაობ. ისეთი, როგორცაც თვითონ ქართველებივით გამბედავი და მტკიცე ხალხი იმსახურებს. ეს შეტაკება არ არის ჩვეულებრივი ჩხუბი. ეს ერთ-ერთი ყველაზე გაუთვლელი და მუხტიანი მოუვაჯეჰებაა თანამედროვე UFC-ს ოკურქაში. ზოგადადად შეიძლება ითქვას, ისტორიაშიც კი ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი დაპირისპირებაა. ჯეკ დელა მადალენას მხარე. პლუსები. პირველ რიგში, ჯეკის კუთხე. ძმო, ეს კუთხე სიგიჟეა. მასთან დგას იუჯინ ბერმანი, კრეიგ ჯონსი. ხალხი, რომლებიც ისეთ მებრძოლებს წვრთნიდნენ, როგორებსაც ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ისრაელ ადესანია, დან ჰუკერი ჰქვია. სტრატეგიის ხარისხი, რასაც მათი გუნდი დებს, მაღალი დონის შახმატია. არანაირი ქაოტური ბრძოლა, ყველაფერი გააზრებული, გათვლილი, ნაშრომი. კრეიგ ჯონსი ცალკე თემაა. მაგას მთელი გრეპლინგ სამყარო მიცის, თავისი გაქცევებით, პოზიციები და ნამოსვლებით, უკანა ჩაჭერებისგან თავის დაფასებით და ჯოჯოხეთური ბოჭმები კონტრებით. მისმა სტრატეგიებმა არაერთი ბრძოლა გადაატრიალა. მაგალითად, ყველას ახსოვს ვოლკანოვსკის გაღადავებული გაქცევა ბრაიან ორტეგას ყველაზე ღრმა გიოტინიდან, რასაც თვეობით ლეგენდა ედებოდა. ვოლკანოვსკიმ პირდაპირ ბრძოლის დროს მიიღო ჯონსის ინსტრუქცია, გააკეთა და გადარჩა. ამიტომ, თუ ჯეკ დელა მადალენას შეძლებს თავისი თავი შეინარჩუნოს, მშვიდად, როცა მახაჩევი მოეკიდება, როცა მედია ზეწოლა აჭერს, როცა ყველა თვალს მას აკვირდება, მას აქვს რეალური შანსი გადარჩეს. არა ისე, რომ პრობლემა საერთოდ არ ექნება, მაგრამ გადარჩება, ადგება და ბრძოლას გააგრძელებს. უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთი რამ. დასტინ პოირიე, რომელსაც ელიტარული გრეპლინგი არ აქვს, მაინც რამდენჯერმე შეძლო ისლამის ჩამოცილება. მახაჩევმა მას ზურგზე თითქმის 3 წუთი ეჯდა, მაგრამ პოირიე მაინც წამოდგა. ახლა წარმოიდგინე, ჯეკი უფრო მძიმეა, უფრო ძლიერია და პირდაპირ კრეიგ ჯონსის შოვნებაზე მუშაობს. ეს დეტალი შეიძლება ერთ-ერთი საკვანძო იყოს. გარდა ამისა, ჯეკი სიგიჟედ მჭკვიანი სტრაიკერია. ორივე გარდიდან მუშაობს. კომბინაციებს უცვლელად არ, არამედ მოძრაობაში ცვლის. ამას ისლამი ნაკლებად არის შეჩვეული. დაღესტნელების დიდი ნაწილი მოკლე კომბინაციებზე მუშაობს. 2, 3, 4 დარტყმა, ხოლო ჯეკი ათეულ დარტყმიან სერიებს აყრის. თან იცვლის კუთხეებსა და პოზიციებს. ეს უქმნის ჭრილებს, სადაც შეიძლება ერთი ზუსტი დარტყმა და ყველაფერი დასრულდეს. ისლამს ძლიერ ყაბას ვერ დაუძახებთ. ვოლკანოვკიმ, რომელსაც მძიმე დარტყმა არ ახასიათებს, მაინც გაანიღრია ისლამი. თუ ჯეკი სწორ მომენტს დაიჭერს, ძალიან ცუდად შეიძლება დაუჯდეს მახაჩევს. გრეპლინგი, სკრამბლები და ჯეკის გაქცევის ხელოვნება. თუ გილბერტ ბერნსის წინააღმდეგ შენარჩუნებული სიმშვიდე და ძალა რამე დაგვანახა, ეს არის, ჯეკს შეუძლია ადგეს იქიდან, სადაც ჩვეულებრივი მებრძოლები ვერ გადიან. ბერნსი მსოფლიო ჩემპიონობის დონის გრეპლერია, მაგრამ ჯეკმა მოახერხა ადგემა, გაქცევა და იქიდანვე დაიწყო დარტყმის სერია, რომელმაც ბრძოლა დაასრულა. ამიტომ თუ მახაჩევის ზურგზე მოეკიდება, ჯეკი უბრალოდ პირდაპირ მომზადებული იქნება. ახლა ძმაო, გადავიდეთ მეორე ნაწილზე, სადაც უკვე ისლამ მახაჩევის პლუსებს, მინუსებს, ფსიქოლოგიურ მეტყველებას და საბოლოო პროგნოზს დავყრი ერთ დიდ ქართულად გამორჩეულ ანალიზში. შენ ხომ იცი, ქართველებს ნახევარი სიტყვაც გყოფნის, მაგრამ როცა სერიოზულ ბრძოლაზეა საქმე, ყველაფერი ბოლომდე უნდა გავშიფროთ. ისლამ მახაჩევი, ძლიერი მხარეები. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ისლამი ძალიან კომპლექტური მებრძოლია. ჯეკ დელა მადალენასთან შედარებით ბევრად მრავალფეროვანი. მას შეუძლია ლამაზი დარტყმა, შეუძლია ძიუდოს პროჯექშენ, შეუძლია ჭიდაობა, შეუძლია საბმიშენ. მოკლედ ძმაო, საქმე იმაზეა, რომ მას მთელი სამზარეულო აქვს. მახაჩევის ჭიდაობა ეს მარტო რესლინგი არ არის. ის ძიუდოს პროჯექშენებსაც იყენებს. ისეთებს, როგორიც არმან სარუქიანის წინააღმდეგ გამოიყენა. ამ ტიპის პროჯექშენებზე ჯეკის დაცვა ბოლომდე ვერ არის მზად, რადგან სკრამბლინგზე ძირითადი ყურადღება აქვს. რესლინგიდან ამოსვლას ეჩვევა, მაგრამ როდესაც კაცი ძიუდოს პროჯექშენით მიწაზე ჩაგაგდებს, იქ სკრამბლინგიც არ არის ისეთი მარტივი. თუ მახაჩევმა მოახერხა ეს, მაშინ საბმიშენის წერია ნებისმიერ წამს შეიძლება დაიწყოს. მაგრამ აქ არის ერთი მაგარი დეტალი, რაც ქართველებს თავისებურად გვიყვარს. სითამამე. ჯეკს აქვს ის სითამამე, რომ ზურგზეც რომ დადებს ვინმე, უკან დახევას არ დაიწყებს. აი, ესაა განსხვავება.
მაჰაჩევის სტრაიკინგი ზედმეტად გაბერილი თემაა, მაგრამ რაც არის. მას ნამდვილად შეუძლია ერთი დარტყმით კაცის დაბნევა. როგორც ყველამ ნახა, ჩარლზ ოლივეირა ასე დააწყნარა: ერთი დარტყმა და მერე საბმიშენ. ეს ისლამის სტილია. ურტყამს, ხედავს რომ მოწინააღმდეგე თავგადასახლებულია და მაშინვე გრეპლინგში გადადის, რადგან მას გრეპლინგზე უფრო დიდი ნდობა აქვს ვიდრე დარტყმაზე. ეს კი ბრძოლის განმავლობაში დიდ უპირატესობას აძლევს. და აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. მაჰაჩევს შეუძლია იგივე ხრიკი, რაც ხაბიბ ნურმაგომედოვმა გაუკეთა კონორ მაკგრეგორს, ვითომ ჩაგდებაზე წასვლა და მერე ერთბაშად თავში ძლიერი ბიძგი. ჯეკისთვის ასეთი მოტყუება ძალიან სახიფათო შეიძლება გახდეს, რადგან ის ყოველთვის წინ მიდის, ორთოდოქსულად იბრძვის და ხშირად სიღრმისეულ ფეინტებს ზედმეტად არ კითხულობს. ისლამის მინუსები. რატომ შეიძლება წააგოს? აი ახლა კი ძმაო, ყველაზე გემრიელი ნაწილი მოდის. მაჰაჩევი ძლიერი მებრძოლია, მაგრამ აბსოლუტურად დაუმარცხებელი არაა და რეალურად მას რამდენიმე პრობლემა აქვს, რომელიც ამ ბრძოლაში კრიტიკული შეიძლება გახდეს. პირველი, სუსტი ყბა. ეს ფაქტორია. ვოლკანოვსკიმ, რომელსაც მძიმე ხელი არ აქვს, შეიძლება ითქვას თითქმის დააგდო მაჰაჩევი. ახლა წარმოიდგინე, რა მოხდება თუ ჯეკის მარცხენა ხელი მოვა, რომელიც ბევრად მძიმეა და ბევრად უფრო ზუსტია. 2. წონის ცვლილება. ისლამი ახალ წონით კატეგორიაში გადადის. ჩვენ ვიცი ძმაო, 7 კილოგრამი, 15 პაუნდი ეს ცოტა არაა. სხეული ამას მარტივად არ ეგუება, სხარტი მოძრაობა, რასლინგის აფეთქებები, დარტყმებში სიჩქარე, ყველაფერი იცვლება. ბევრს გონია რომ მეტი კილოგრამი მეტი ძალა, მაგრამ სინამდვილეში მეტი კილოგრამი ნაკლები სიჩქარე და ნაკლები უხერხულობა. ილია ტოპურიამაც რამდენჯერმე თქვა, წონის ცვლილება ყველაზე რთული ტრანზიციაა სპორტში. 3. მაჰაჩევი ძალიან ადვილად ნერვიულდება. ეს ქართველებმა რომ იციან, ჩვენ ხომ თვალით ვევხედავთ, როცა დაღესტნელი ზუსტად ვერ ჭრის გზას, როცა მას სკრამბლინგი უწყდება, როცა ვერ აკონტროლებს, მისი სიმშვიდე კება. შეგახსენებ, მერაბ დოლიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს ისეც უწია, რომ ხაბიბი გარედან ნერვებად წვეტილი იდგა. ეს ხალხი ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ ემოციურად, მოკლედ, როცა საქმე რთულდება, მათში რაღაც მინის ეფექტი ირთვება. 4. ჯეკის fight IQ. ჯეკი არაა უბრალოდ გიჟი ფაიტერი. არაა მხოლოდ ბოქსერი. ეს კაცი ჭკვიანურად კითხულობს სივრცეს. ის ხედავს პატარა შეცდომებს, რასაც მაჰაჩევი ახშირებს სტრაიკინგში. ყბის წამოხსნა, დარტყმის ზედმეტ გაწელვა, ნაბიჯის არასწორი კუთხით დაყენება. ერთი ასეთი პატარა ხვრელი და ჯეკი ამას წამის მეათეთში ხედავს. საბოლოო შედეგი, ვინ მოიგებს? ახლა მოდი გულწრფელად. ეს ბრძოლა იმდენად თანაბარია, რომ ზოგში იძლება 51-49 ეთქვა, მაგრამ ეგ თავქარიანი შეფასებაა. როცა ყველაფერს ვაჯამებთ, ჯეკ დე ლა მადალენას გამარჯვების ალბათობა უახლოება 55%-ს, მაჰაჩევის კი 75%-ს. რატომ 55-59? თუ ჯეკი უფრო მძიმეა, უფრო ძლიერი დარტყმა აქვს, უფრო მრავალფეროვან სტრაიკინგს იყენებს, სკრამბლინგს გაუძლებს და თუ ისლამი ზედმეტად გაიხსნება, ერთი დარტყმა და ღამე დასრულდება. მაჰაჩევი წააგებს, მაშინ როცა ძალისმიერი რასტლინგი ვერ იმუშავებს და სტრაიკინგში ზედმეტად თამამად შევა. ჯეკი მოიგებს მაშინ, როცა სიჩქარეს, ბოქს, გონიერ მოძრაობას გამოიყენებს, სივრცეს დაიჭერს და ისლამის დაცვითი შეცდომები წაკითხავს. დასასრული. შენი აზრი? ახლა კი ზმაო, მთავარი. დაწერე კომენტარებში რას ფიქრობ ამ ბრძოლაზე. შაბათის ქარდი მონსტრულია, პირდაპირ ღვთის საჩუქარია. ნახოთ რა მოხდება, ილია ტოპურიას მომავალი, მაჰაჩევის ბედი და მთლიანად დივიზიის გადაადგილება ამ ბრძოლაზე დგას. კარგი ძმაო. მოდი ახლა მაგ განხილვას გადავახდეთ და მოვიდეთ იმ წერტილამდე, სადაც უკვე ნამდვილი სითბო იწყება. ახლა ვთქვათ, რა ტრანკები ტრიალებს ირგვლივ და რას უყურებს მთელი საბრძოლო საზოგადოება. Powerhouse-ის ვიდეოში ითქვა ისეთი ამბები, რომელზეც ჩვეულებრივ ფანებს გული პირდაპირ ბაღად ექცევათ. და სიმართლე რომ თქვა ძმებო, საქმე რეალურად მაგარია. იმიტომ რომ ინფორმაციის დონე აქ ჩვეულებრივ ნიუს არ გავს. ეს უკვე ჰიპერაქტიური აფეთქებაა. მაიკლ ჩენდლერმა თქვა, რომ თუ ეგრევ საუბრობთ, ვის შეუძლია იყოს ყველაზე რთული ოპონენტი ისლამ ხაჩევისთვის lightweight-ში 70 კილოგრამი. ძმა, ეს სისულელე კითხვა არ არის. ყველამ ვიცით, მხაჩევი მანქანაა, მაგრამ მანქანასაც აქვს ის გზა, სადაც ბორბალი შეიძლება გაუჩერდეს. ჩენდლერს კითხეს: ყველაზე skillful-ი მებრძოლი ვინ არის დღეს? და ამ კაცმა ისე უპასუხა, როგორც თავის თავში გატეხილმა: იტალია ტოპურია. არა იმიტომ, რომ უბრალოდ მოეწონა. თქვა, ამ ტიპს აქვს ბრძოლაც, დარტყმაც, IQ-ც, დროის შეგრძნებაც. ტიპი არა უბრალოდ ფიზიკაა, მტაცებელია. ეხლა კი ჩემს ძმას კითხვა: ვინ არის რეალურად უფრო ტექნიკური? ტოპურია ნახევრად მსუბუქი კატეგორიის მკვლელელი, რომელიც დარტყმაში მილიმეტრს არ ასდება.
თუ ისლამ ხაჩევი 70 კილოგრამის მეფე 4 ქამრის დაცვის შემდეგ უკვე მზად რომაა 77 კილოგრამში წავიდეს და იქაც თავისი სიტყვა თქვას. და ეგეც არ გეგონოთ ყველაფერი. ხაჩევს კითხეს, P4 რეიტინგში რა ცვლილებები უნდა იყოსო. ტიპმა თქვა, როგორც კი მოვიგებ, პირველი ნომერი ვიქნები. მეორედ პანტოჯა, მესამედ ტომას პინალი, მერე პერეირა. ნახე, ტოპური არც უხსენებია, არც დვალიშვილი. ამან ხალხი ცოტა გააღიზიანა, მაგრამ დაიცა ძმაო, აქ მთავარი ჯერ წინ მოდის. ხაბიბმა, ლეგენდამ, კაცმა, რომელიც ტყუილს ავჭრის თქვა, ჩვენ მზად ვართ ისლამ ხაჩევის და ილია ტოპურიას ომისთვის, 100%-ით მზად. და არა უბრალოდ მზად. ხაბიბმა თქვა, რომ ეს ბრძოლა ყველაზე დიდი სუპერფაიტი იქნება UFC-ს ისტორიაში, ისიც კი აღემატება ჯონი ჯონსის და ალექს პერეირას დაწყვინებას. ეხლა ძმებო, 5-6 თვის წინ იგივე კამპი ამბობდა, ტოპურია რას გვაძლევს? რატომ უნდა ვიჩხუბოთ? ახლა კი ამბობენ, ესა ყველაზე დიდი ომი, რაც შეიძლება გაკეთდეს. ეს რა ნიშნავს? რომ ორივე მხარე უკვე ხვდება, რომ ეს ბრძოლა ფულს არა, ეპოკას აკეთებს. ახლა მოდი მეორე ბომს თქვამ. დაგიდასტურეს, რომ ჯონ ჯონსი იმუშავებს ისლამ ხაჩევთან რამოდენიმე სესიას. როცა ასეთ ლეგენდასთან ხარ, ზოგჯერ ერთი პატარა მინიშნება გიგდებს ისეთ დონეზე, რომ შენი თამაში მთლიანად იცვლება. ეს უკვე აშკარად ნიშნავს, რომ მხაჩევი ჯეკ დელა მადალენასთან გამოვა არაუბრალოდ ფორმაში, არამოდ გადატიუნინგებული. და თუ ისლამ მიასწრებს 77 კილოგრამზე ქამარს, შემდეგი რაც ლოგიკურად უნდა მოხდეს არის ორი ჩემპიონი, ტოპურია და მხაჩევი, ერთ წრეში. ეს არაა ბრძოლა. ესა ორი მონსტრის შეჯახება, ორი ეპოქის ერთმანეთზე შეტაკება. მაგრამ ეს თუ ჯეკ დელა მადალენა მოახერხებს და ნოკაუტს გაუკეთებს ისლამს პირველივე დაცვაში, ძმაო, ეს იქნება ისეთი შოკი, რომ UFC-ს ისტორიის ნახევარი თავიდან დაიწერება. დაგესტანის დომინაციის ხაზს ყველაზე დიდი დარტყმა მიადგება, ამიტომ ეს ბრძოლა ზუსტად ისეთივე საშიშია, როგორც დიდი. ხაბიბიც ამას აღიარებს, ისლამიც ამას აღიარებს. დანა ვაიტმას თქვა, რომ თუ ისლამ გაიმარჯვებს, ტოპურიასთან ბრძოლას კინაღამ თავადვე დააპირებს. თუ წააგებს, ყველაფერი რთულდება. ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ იქ, სადაც უკვე ნამდვილი ხორცია. რაღაც ამბები ბოლო დღეებში გამოვიდა და ძმაო, თუ ეს ყველაფერი რეალურად ასია, მაშინ UFC-ს ტაღზე ძალიან დიდი ბიძგი მოდის. პირველ რიგში, ისლამ ხაჩევისა და ჯონ ჯონსის ერთობლივი მუშაობა. ეს უბრალოდ ორი მწვრთნელი რომ შეხვდეს, ეგ არაა. აქ საქმეა იმაში, რომ ჯონ ჯონსი არის ერთადერთი ადამიანი UFC-ს ისტორიაში, ვინც პროფესიონალურად ტვინს გატეხავს ყველანაირ სტილს. ტიპი არა უბრალოდ სტრაიკერია, არა უბრალოდ რესტლერია. ეს კაცი ხელოვნების ნიმუშია და როცა ასეთი ლეგენდა გიყურებს, გასწორებს, გიქელისავს დეტალებს, შენ ავტომატურად იმატებ 20% დონის ზრდას. ხაბიბიც იქ იქნება, თელი დაგ თიმიც იქ იქნება და ეს ნიშნავს იმას, რომ ხაჩევი ითუნინგებს ბოლომდე. ძმაო, ეს უკვე სხვა ფირმია. ახლა კი მოდი საქმეზე. ძალიან ბევრმა ილაპარაკა face-off-ზე. და რაც ჩანს, ჯეკ დელა მადალენა არ გაქცეულა, მაგრამ ისლამი გამოიყურებოდა სრულიად ყინული. ობიექტურად, თვითდაჯერებული, ზუსტად ისეთი როგორცაც ჩემპიონს შეეფერება. მაგრამ აქ ერთი რამეა გასათვალისწინებელი. მოწინააღმდეგის ტერიტორია ყოველთვის ქმნის ჰოსტაილ გარემოს. ეს გარემო ან გაფხიზლებს, ან გკლავს. JDM-ის ფანები ამბობენ, აი ასეთი სიტუაციები აყენებს ფორმაში, გაძლევს სიგრილს და მიგაყენებს მაგ ომში ისე, თითქოს უკან გზა არ გაქვს. და სიმართლე გითხრა, ეგ არც ტყუილია. ახლა წარმოიდგინე მეორე სცენარი. ჯეკ დელა მადალენა ნოკაუტს უკეთებს ისლამ ხაჩევს ნიუ-იორკში. ეს იქნება ისეთი შოკი, რომ სამი თვე მხოლოდ ამაზე ილაპარაკებენ. დაგესტანური დომინაციის ხაზს ეს ჩაარტყავს იმაზე ძლიერად, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. უფრო მეტიც, ეს გავლენას მოახდენს არა მარტო ისლამის მომავალზე, არამედ ყველა იმ მებრძოლზე, ვინც ამ სკოლიდან მოდის. და ეს იცის ხაბიბმაც, იცის ისლამაც, ამიტომ ისინი ამ ბრძოლას უდგებიან არა როგორც ჩვეულებრივ დაცვას, არამედ როგორც საჯარო გამოცდას მთლიანი ტახტისთვის. ახლა მეორე მხარე. თუ ისლამ იგებს და ხდება 77 კილოგრამის ჩემპიონი, იწყება ნამდვილი მედნეს. რატომ? იმიტომ რომ მაშინ სცენარი ხდება ისეთი, რომელიც უკვე ყველა მედიას ინტერესებს. ერთი მხარეს. ილიას ტოპურია ორჯერადი ჩემპიონი, Feder plus lightweight. მეორე მხარეს. ისლამ ხაჩევი ორჯერადი ჩემპიონი, lightweight plus welterweight. ძმაო, ესა ორი გენერაციულად მონსტრის შეჯახება. ეს არის ის ფაითი, რომელიც რეალურად ყველა რეკორდს გაწყვეტს, როგორც ხაბიბმა თქვა. და რეალურად ეგაა სიმართლე. ამ ორთა ბრძოლას ექნება ისტორიული წონა, რომელიც არც პერეირასა და ჯონსის დაპირისპირებას მოაქვს. ახლა მოდი დეინა ვაიტთან დაუბრუნდეთ. მოკლედ, მას კითხეს თუ ფანები, მედიები, ხაბიბი, მთელი MMA საზოგადოება ლაპარაკობს ტოპურია მხაჩევზე. დაინა, ბუქთ იქნება ეს ბრძოლა და დეინამ თქვა პირდაპირ, დიახ, ეს ფაითი მუშაობს. თუ შედეგები სწორად გამოვა, ჩვენ ამას გავაკეთებთ.
რა არის სწორი შედეგები? ძალიან მარტივი. ისლამმა უნდა გაიმარჯვას UFC 232-ზე. თუ JDM-ი მოიგებს, მერე პროცესები აირევა. ახლა კი ყურადღებით მომისმინე. ხაბიბმა კიდევ ერთი რამე თქვა. UFC-ს White House event-ზე წნეხია და იქ აუცილებლად უნდა იყოს ამერიკელი მებრძოლები. ამიტომ ბევრმა იფიქრა, რომ ეგ fight card-ი top tier არ იქნება. და სიმართლე რომ ვთქვათ, ხაბიბიც ფერშალი ეთანხმება. იქ კარგი ფაითები იქნება, მაგრამ სუპერ ელიტური? ბიჭებო, დიდი ალბათობით არა. UFC ამას სტრატეგიულად უდგება პოლიტიკურადაც. ახლა ძმებო, მოდი ცოტა უკან დავაბრუნოთ. ილიასა და ისლამის ბრძოლა ეს არაა უბრალოდ დასტის შეკვეთა, ეს არაა ჩვეულებრივი title show. ეს არის ბრძოლა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ორი ადამიანი, რომლებიც ორივე თავისი ეპოქის ფენომენებია, თუ ერთი დაამარაცხებს მეორეს, ისტორიაში ადგილი იცვლება. ახლა სანამ დავამთავრებ, თქვენ რამდენიმე კითხვა მინდა დაგიტოვოთ, გულწრფელად მომწერეთ. 1. ვინ არის დღეს ყველაზე სკილფული მებრძოლი? ტოპულია თუ მხაჩევი? 2. რომელი სუპერ ფაითი უფრო ღირებულია? პერეირავის, ჯონსი თუ ტოპურიავის, მხაჩევი? 3. ჯონ ჯონსთან მუშაობა რამდენად აწევს ისლამის დონეს? და საერთოდ, თუ ორივე გახდება დაბლ ჩემპ, ვინ არის რეალურად მეფე?